ნათია შალიკაშვილი ბათუმში ცხოვრობს. მას 11 წელი და 4 თვე პატიმრობა აქვს მისჯილი. მას შემდეგ, რაც მისი შვილი დემეტრე 5 წლის გახდება, ნათიას ჩაუდენელი დანაშაულისთვის ციხეში ჩაჯდომა მოუწევს. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გემურაულში ცინცაძეების ოჯახში მომხდარი ყაჩაღობისთვის მოსამართლე ლევან თევზაძემ ნათია შალიკაშვილი დაადანაშაულა და ვინაიდან მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, სასჯელი გადაუვადდა. 28 სექტემბერს ჩვენ დაგვიჭირეს მე, ჩემი ძმა, ჩემი მეუღლე და კიდევ ვიღაც 2 პიროვნება. ყველას მოეხსნა ბრალი და მხოლოდ ამ დანაშაულის ჩამდენები აღმოჩნდით თითქოს მე და ჩემი ძმა, თენგო შალიკაშვილი, რომელიც არის მეზღვაური. სასჯელი გადამივადეს, მინამ ბავშვი გახდება 5 წლის და 5 წლის ჩემი შვილი გახდება 2014 წლის 16 მარტს. გაში მიწევს პატიმრო ვადის ავთვალ. 2008 წლის 27 აგვისტოს მომხდარი ყაჩაღობის გამო ნათიას გარდა მის ძმას, თენგო შალიკაშვილსაც დასდეს ბრალი. ხოლო ნათიას მეუღლეს, ნოდარ შანიძეს, იმავე პერიოდში პატიმრობა იარაღის უკანონო შენახვისთვის მიუსაჯეს. შალიკაშვილების ოჯახის საქმე ბათუმში ადგილობრივი მასშტაბის სკანდალად იქცა. სასამართლომ ბრალდებულებს პატიმრობა მტკიცებულებების გარეშე შეუფარდა. დღეს მოვიდნენ და დამიდონ მაგენმა ერთი მტკიცებულება რის საფუძველზე დამიჭერენ იმის გარდა, რომ ვიღაცა კაზეიშვილს დაადობიან ჩემზე ხელი. გამომძიებელმა ოლეგ მიქელაძემ და პროკურორმა გიორგი დავითაშვილმა ნათია შალიკაშვილი მხოლოდ დაზარალებულისა და ერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე დაადანაშაულეს. სხვა სამხილები და ნივთმტკიცებები საქმეში არ ყოფილა. ამას თავად გამომძიებელიც ადასტურებს. სხვა სამხილე ეს არა მეტი არ არის ამოცნობის საქმე. დაზარალებულისა და მოწმის მიერ. დაზარალებული ციალა ბაკურიძის მტკიცებით 2008 წლის 27 აგვისტოს 5 პიროვნება, 4 მამაკაცი და 1 ქალი მათ საცხოვრებელ სახლში მოტყუებით შევიდა და იარაღის მუქარით 3000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გამოსტაცეს. ციალა ბაკურიძე თავის ჩვენებაში ადასტურებს, რომ თავდამსხმელები სპეციალური ხელთათმანით არ სარგებლობდნენ. მისი შვილი მარიკა ცინცაძე კი აცხადებს, რომ ის წებოვანი ლენტით გაკოჭეს, ხოლო ლენტის კოჭა იქვე დარჩა. ამ სიტუაციაში საინტერესოა, რატომ ვერ მოიპოვა გამოძიებამ დამნაშავეების თითის ანაბეჭდები. როგორც მახსოვს, იყო ანაბეჭდები ამოღებული, მაგრამ ვარგისი არ იყო შემოწევისათვის. ექსპერტიზის ჩატარეს სკოჩით იყვნენ კი და სკოჩზე ამიტომ არანაირი კვალი არ ამოვიდა. შალიკაშვილების საქმეში არსებულ არასაკმარის მტკიცებულებებს და სასამართლოს განაჩენის არასამართლიანობას იმდროინდელი სახალხო დამცველის რწმუნებული აჭარაში ლადომ გალობლიშვილიც აღნიშნავს. საქმეში არანაირი მტკიცებულება არ იყო, ამოცნობის ასე ვთქვათ ვიდეოფილებზე უმეტეს ნაწილში ხმა არ ისმოდა და ეს იყო მთელი რიგი პროცესუალური ნორმები დარღვეული საქმე. შალიკაშვილების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გარემოება ისაა, რომ გემურაულში მომხდარი ყაჩაღობიდან 2 დღის შემდეგ ნათია შალიკაშვილს ჯვრისწერა ჰქონდა. ამ დროს ის 3 თვის ფეხმძიმე იყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმავე ყაჩაღობაში ბრალდებული თენგის შალიკაშვილი მაღალანაზღაურებადი მეზღვაური იყო, რასაც მისი სახელფასო ბარათის ამონაწერიც ადასტურებს, საინტერესოა დანაშაულის მოტივი. რატომ უნდა წაეყვანა მას ფეხმძიმე და საყაჩაღოდ და ცინცაძეებისთვის $1000 გამოსაძალად, როდესაც იმ დროს მას საქართველოს ბანკის ანგარიშზე $30,000-ზე მეტი ჰქონდა. მე მეზღვაური ვარ, $8,700 ხელფასი მაქვს. იქა კიდე პრემიებია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მარტო აი $8,700-ზე შევჩერდეთ, ხო? ესე იგი, რატომ უნდა წავსულიყავი 40 წლის პიროვნება, რომელსაც კრიმინალური სამყაროსთან შეხება არ ქონია მთელი ცხოვრების განმავლობაში, რატომ უნდა წავსულიყავი მე 40 წლის ასაკში საყაჩაღოდ. იგით შევარდით სახლში და $1000 მოითხოვეთ 5 სულმაო. ეს არის აბსურდული ბრალდება. დაზარალებული ციალა ბაკურიძე და მოწმე ნათელა კაზეიშვილი თავიანთ ჩვენებებში დეტალურად აღწერენ დანაშაულის მონაწილე ქალბატონის გარეგნობას და ჩაცმულობას. ორივე მათგანის ჩვენებების თანახმად დამნაშავეს საზაფხულო მაისური ეცვა. მიუხედავად ამისა, არც მოწმეს და არც დაზარალებულს ჩვენებაში არ აღუნიშნავს, რომ დამნაშავე ფეხმძიმე იყო. კადრებში ხედავთ ნათია შალიკაშვილის და ნოდარ შანიძის ჯვრისწერის დროს გადაღებულ სურათებს, სადაც შალიკაშვილის ფეხმძიმობა აშკარად შესამჩნევია. ანუ ეს ყაჩაღობა რომ მოხდა 27 აგვისტოს, 28 აგვისტოს მე მქონდა ჯვრისწერა. და ჯვრისწერაზე არის გადაღებული სურათები, სადაც მე მაცვია სრული კაბა.
ანუ სრული საფეხმძიმო კაბა ესე რომ ვთქვათ და იქ მე სურათებს თქვენ ნახავთ რომ აშკარად მეტყობა რომ აქვს მუცელი. ანუ ჩემი ფეხმძიმობა აი იმ სურათში ჩანს და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ რომ მე რომ წმოდა აი შორტები, მოკლე შორტები, როგორც ისინი აღნიშნავენ და ფოთლისფერი რაღაცა მოკლე მაიკა, ხო? იქ აშკარად გამოიკვეთებოდა ჩემი ფეხმძიმობა. ზუსტად დაჭერის პერიოდში უკვე მე თითქოს იყო გასული კაჩაღობიდან, მე ვიყავ უკვე 4 თვის ფეხმძიმე. ამას თვითონ სასამართლო ექსპერტიზაზე რომ გამიყვანეს და ჩამიტარეს ეხოსკოპია, ზუსტად დაადგინა ეხოსკოპია, რომ მე ვიყავი 4 თვის ფეხმძიმე. ნათია იმ მომენტში იყო ფეხმძიმედ და ჩვენ ევროსასამართლოშიც გავაგზავნეთ სურათები, სადაც ჩანს რომ თქვათ იმ პერიოდში თქვათ მას საკმაოდ ეტყობოდა რომ ფეხმძიმე იყო და არსებობს მოწეთა ჩვენებები, რომელიც ამბობენ რომ იმათ შეამჩნიეს განსხვავება, რომ თავდაპირველ ანუ სანამ ფეხმძიმედ იქნებოდა და უკვე იმ მდგომარეობაში არის და მას ეტყობოდა რომ ის ორსულად იყო. თუმცა არც ერთი მოწმე, ისე როგორც არის დაზარალებული, არ ამბობს რომ ის პირი რომელმაც დანაშაული ჩაიდინა ფეხმძიმედ იყო. ხელვაჩაურში მომხდარი ყაჩაღობის საქმეში დაზარალებულის და ერთადერთი მოწმის ჩვენების თანახმად დანაშაულში 5 ადამიანი მონაწილეობდა. გამოძიებამ თავდაპირველად ეჭვი ნათია და თენგო შალიკაშვილების გარდა ნათია შალიკაშვილის მეუღლეზე, ნოდარ შანიძეზე, ასევე როინ მელაძესა და ოლეგ ხოზრევანიძეზე მიიტანა. ნოდარ შანიძეს ალიბი აღმოაჩნდა. ის ყაჩაღობის დროს საკუთარი ჯვრისტერის დასაგეგმად მონასტერში იმყოფებოდა. ოლეგ ხოზრევანიძე, რომელიც ხელვაჩაურის იმდროინდელი პოლიციის უფროსის ბუბა ბოლქვაძის ნათესავი გახლდათ, ამოცნობაზე საერთოდ არ დაუბარებიათ. ყველაზე საინტერესო კი რამინ მელაძის შემთხვევაა. ამოცნობის პროცედურაზე მოწმე ნათელა კაზეიშვილს ის ადგილობრივ პოლიციელში აერია. შეიძლება დარწმუნებული ხართ ნამდვილად, აი მესამე ნომერი რო უჭირავს, ეს პიროვნება? ხო. რითი ამოიცნა და რუსები? მეგობარი მყავს მე და ძალიან გავხსნით. ეს პიროვნება სამი რო გავია ციფრი, გავს თქვენ მეგობარს და იმით დაიმახსოვრეთ ეგ სახე? და მაინც იცი ძაღლები, ნები, ის ვარცხილო როგორ აბა? ნუ სახეზე დავინახე ეგრე როგორც ახლა ხდება დავინახე. კიდევ უფრო საინტერესოა თენგო შალიკაშვილის შემთხვევა. დაზარალებულმა ის ვერ ამოიცნო. მის წინააღმდეგ საქმეში მხოლოდ მოწმის ჩვენება არსებობს. საყურადღებოა, რომ გამოძიებას მოწმის მიერ ამოცნობის პროცედურის სრულყოფილი ვიდეო ჩანაწერიც არ აქვს. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, გამომძიებელმა ოლეგ მიქელაძემ როგორ გამორთო ხმის ჩამწერი აპარატურა, იმის გამო, რომ არასასურველი პასუხი არ დაფიქსირებულიყო. ნუ შესაძლებელია ტექნიკური ხარვეზი იქნა დაშვებული აქ. ამას ვაკონტროლებდით ჩვენც და თვითონ პროკურორიც აკონტროლებდა და აქედან ამომდინარე არ ამგონია რომ რამე ხარვეზი იყოს ხმარი იყოს გაჟღერებული. ჩანაწერი არის ოქვის ამოცნობის ოქში, ყველანაირი ჩანაწერი არის, რა შენიშვნებიც არის, საქმეში ინახება და შეგიძლიათ მოიპოვოთ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის თამთა მიქელაძის განცხადებით, ობიექტური გამოძიების შემთხვევაში პროკურატურას მოწმე ნათელა კაზეიშვილის ამოცნობა საერთოდ არ უნდა მიეღო მხედველობაში. ის რამინ მელაძის ამოცნობისას დაშვებული შეცდომის გამო დისკრედიტირებულ მოწმედ უნდა ჩაეთვალათ. ერთ-ერთი მოწმე, რომელიც ამოცნობის ოქსაც ეფუძნება განაჩენი, არის დისკრედიტირებული მოწმე, იმიტომ რომ ერთ შემთხვევაში მან შეცდომა დაუშვა და ეს პირდაპირ ჩანს, თქვათ ვიდეო ამოცნობაში, ვიდეოში ეს პირდაპირ ისმის. გამომძიებელისთვის მიცემულ ჩვენებაში მოწმე ნათელა კაზეიშვილი აცხადებს, რომ დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ ფორდის მარკის ავტომობილით, რომელსაც ეგრეთ წოდებული ლუქი და მსხვილი კანტები ჰქონდა. მოგვიანებით გამოძიებამ ამოიღო თენგის შალიკაშვილის კუთვნილი BMW-ს მარკის ავტომობილი. თავდაპირველ ეტაპზე მოწმეები ამბობდნენ, რომ მანქანა, რომელიც მათ შემთხვევის ადგილას დაინახეს, იყო ფორდი და მას ჰქონდა ვერცხლისფერი წვრილი კანტი და ლუქი მსახურავზე. თუმცა შემდგომში, როცა მოხდა, თქვათ, გამოძიება გავიდა შალიკაშვილების მისამართით, აღმოჩნდა, რომ თქვათ, თენგის შალიკაშვილის მანქანას იყო BMW-ს ტიპის მარკის, ამასთან მას ჰქონდა სქელი შავი კანტი გარშემო და ასეთივე ლუქი მას არ გააჩნდა. ის ინდივიდუალური მახასიათებლები, რაც თავის დროზე მოწმემა თქვას პრინციპში არ დაემთხვა და არ ემთხვევა თენგის შალიკაშვილის მანქანის მონაცემებს. გამომძიებელი ოლეგ მიქელაძე ჩვენთან საუბარში აღიარებს, რომ ამ ავტომობილისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ. არ ყოფილა ჩატარებული. იმიტომ რომ აი ესეთი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე კვალი არ აღმოგვიჩენია.
არა მე უყურე ვერ გამიგეტრა მიგითხები იცით ისეთი სპეციფიკური საფუძველი უნდა ყოფილიყო კი მაგრამ შემთხვევის ადგილი ხომ იქნა დათვალიერებული აი მაშინ არ ყოფილა აღმოჩენილი არაფერი სერიოზული დარღვევები იყო ნათია შალიკაშვილის ამოცნობის პროცესშიც. ამ შემთხვევაში ჩატარდა ფოტო და ვიზუალური ამოცნობა. კადრებში ხედავთ ფოტო ამოცნობისთვის გამოყენებულ სურათებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ეჭმიტანილის ფოტო აშკარად განსხვავებული რაკურსით არის მოცემული. ამოცნობის დროს არის ის პროცესუალური გადაცდომა დაშვებული, რომ ჯერ ჩატარდა ფოტო ამოცნობა, სადაც ნათია შალიკაშვილი არსებითად განსხვავდება, ვთქვათ, მისი ფოტო სხვა სამოსაცნობი პირის გარეგნობისგან, ამასთან არ ჩანს მისი, ვთქვათ, ფერი, თმის ფერი და თმის ვარცხნილობა საერთოდ, რომელიც არსებითი ნიშანი იყო მოწმეთა ჩვენებით მის სამოსაცნობად. პრინციპში ბრალდების მტკიცებულებები არის ძალიან სუსტი და სადავო და იგი პროცესუალური ნორმების დარღვევით არის მოპოვებული. კერძოდ ბრალდება ძირთადად ეფუძნება ნათია შალიკაშვილის დაზარალებულისა კიდევ ერთი მოწმის მიერ ნათია შალიკაშვილის ფოტო და ვიდეო ვიზუალური ამოცნობის ოქმებს. თუმცა არსებობს სერიოზული წინააღმდეგობა იმ ჩვენებებს შორის, რომლებიც მათ თავდაპირველად გამოძიების ეტაპზე მიცეს ნათიას შალიკაშვილის გარეგნობასთან დაკავშირებით და მერე როგორც ვთქვათ აღმოჩნდა ნამდვილად ნათია შალიკაშვილის გარეგნობა როგორი იყო და როგორც მერე ამოცნობა მოხდა. კიდევ უფრო საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ვიზუალური ამოცნობის პროცესში. ფოტო ამოცნობის შემდეგ ვიზუალური ამოცნობის დროს გამოძიებამ ამოსაცნობი ადამიანების შეცვალა. ვიზუალური ამოცნობის დროს მხოლოდ ნათია შალიკაშვილი გამეორდა ამოსაცნობ პირებს შორის, რაც ძალიან ადვილად აძლევდა ამოცნობ პირს მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას. კადრებში ხედავთ, რომ ვიზუალური ამოცნობის დროს ნათია შალიკაშვილთან ერთად მდგომი ქალბატონები მისგან აშკარად განსხვავებული და ერთგვაროვანი გარეგნობის ადამიანები არიან, რაც თავისთავად დარღვევაა. გარდა ამისა, იურისტი თამთა მიქელაძე დაზარალებულის მიერ ნათია შალიკაშვილის ამოცნობის პროცესში გარკვეული ზეწოლის ნიშნებს ხედავს. საშუალო სიმაღლის იყო და ახლობი ხა მაღალზე ეგეთყვი ამდენად აღგებოლა. ხო, სასახლა ამდენად აკერ გამისონი ახლა პრინციპში ხო და ახლობით ლაპარაკობ. თქვენ დარწმუნებული ხართ ალბათონ ეს ნომერი 3 რო უჭერია ეს გოგონაა ისა, თვითარო იყო ორგანიზატორი. ფიქრობ შეგიძლია თქვა დარწმუნებულად. ფიქრობ რომ ეს უნდა იყოს. არა, უნდა იყოს და ფიქრობ სხვა დარწმუნებული ხარ? ეს უნდა თქვა სიტყვა დარწმუნებული ხარ თუ არა რომელიმე ისე დარწმუნებული ხარ? ფიქრი და ის არ გვინდა რომ ფიქრო. აგენში ვამტკიცებ რომ ესაა მე კი რა. აგენში კი და ეს ხალბატონია 27 აგვისტოს რომ იყო ნომერი 3? ასე ფიქრობ. ფიქრობ თუ დარწმუნებული ხარ? მსგავსებას ვაკეთებ ახლა ზუსტად. ხო, ასევე ახლა ამდენში 4 კი არის და მეტი რა ვქნათ. ძალიან მშვენიეს გარემოებას რომ თვითონ დაზარალებული ნათია შალიკაშვილის ამოცნობის შემთხვევაში საკმაოდ მერყეობს და იგი ესე მაღალი დარწმუნებით არ ამბობს რომ ნამდვილად ნათია შალიკაშვილი იყო ის პირი რომელიც მის სახლში შევიდა და სავარაუდო ეს ყაჩაღობა ჩაიდინა. გარდა ამოცნობის პროცესში პროცედურული დარღვევებისა, საინტერესოა ნათია შალიკაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი გარემოება. დაზარალებული ციური ბაკურიძე თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ დამნაშავე ქალბატონს ჰქონდა ქერათმა და მზისგან გაროჯული მუქი კანი. ამ დროს ნათია შალიკაშვილს მუქი თმა აქვს, ხოლო მის კანს ნამზეური საერთოდ არ ეტყობა. თავად მოწმეთა ჩვენებებში ჩანს რომ ნათია შალიკაშვილი სავარაუდოდ ამნაშავე პირი უნდა ყოფილიყო თქვათ მაღალი ქერათმის და მუქი კანის ფერით რაც ასევე აბსოლუტურად არ ემთხოვა ნათიას გარეგნულ მონაცემებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელ მაკამ ალაყმაძეს შალიკაშვილების საქმესთან დაკავშირებული დეტალები კარგად ახსოვს. ის განსაკუთრებულად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმის მიმდინარეობისას არც საგამოძიებო სტრუქტურები და არც დაზარალებულის მხარე მედიასთან არ თანამშრომლობდნენ. ხოლო შალიკაშვილების ოჯახი საქმის მიმდინარეობის შესახებ რეგულარულად აწვდიდა საზოგადოებას ინფორმაციას. ანუ აქ პირიქით შედა რომ შალიკაშვილები უფრო დაზარალებულები გამოდიოდნენ, იმიტომ რომ შალიკაშვილები მაქსიმუმად ცდილობდნენ თითოეული მათი მიმართ წაყენებული ბრალდების საწინააღმდეგო მტკიცებულებები მედიისათვის მიეწოდებინათ, გაემჟღავნებინათ და მაქსიმუმად ცდილობდნენ კონტაქტს. ბაკურიძე ციალა კიდევ პირიქით ფაქტიურად, ამიტომ ეჭვმობს მე რომ საერთოდ იყო თუ არა შალიკაშვილების მიერ ის დაზარალებული.
იგივე სიტუაცია გრძელდება დღესაც. ჩვენ ვცადეთ დაზარალებულთან და მოწმესთან ინტერვიუების ჩაწერა. დაზარალებულის მეუღლე ახმედ ცინცაძე ამბობს, რომ მას აღარ აინტერესებს ეს საკითხი. შესაბამისად, არც კომენტარს მოგცემს. ფარულ ჩანაწერში ჩანს, რომ ბატონი ახმედი ჩვენმა კითხვებმა გააღიზიანა. თუ მაგი არასწორად მიიჩნია და ანანდა ამ არასწორად მიუსაჯეს ედავონ სასამართლოს და პროკურატურას მაგ ხალხმა კაცო. ეს ჩავწეროთ ხო შეიძლება? რა უნდა რაზე უნდა ჩამიწეროთ ახლა მე მაგი მე ტელევიზიაში ამასინა ტრიალებს ეს ამბავი რა უბედურება. შემდეგ იმაში იყვენ ასე გვიქნეს ისე გვიქნეს ძიებაა იგერ მოკლებაა იგერ და იმდეს და ედავოს არასწორადაა ნაწარმოების საქმე ედავოს პროკურატურა. საქმე სხვა რამე გამოსაძევი აღარა. ჩვენ სოფელ გემურაულში ნათელა კაზეიშვილის პოვნაც ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ის უკვე რამდენიმე წელია თურქეთში იმყოფება სამუშაოდ. ნათელა კაზეიშვილი აქ ხურობს? ჩემი შვილი. თქვენი შვილია? საათილი რომ. არა არის. არა. სადა. თურქეთია? საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ საუბრობს პროკურორი გიორგი დავითაშვილიც. დღეს ისიც აღიარებს, რომ გამოძიების პროცესში გარკვეული შეცდომები მართლაც იქნა დაშვებული. თუმცა ის ვერ იხსენებს, რატომ არ შედგა საქმის სრულყოფილი გამოძიება. გასაგებია ლოგიკური არის თქვენი შეკითხვა, მაგრამ ისევ და ისევ სამწუხაროდ იქიდან გამოდიოდა მე გამოძიების პერიოდში ამ საქმეზე ზედამხედველობას არ ვაწარმოებდი. ვერ გაგცემთ კონკრეტულად პასუხს და ვერც იმას გეტყვით, რომ აი დაუშვათ რატომ არ ჩატარდა ან რატომ ვერ ჩატარდა ესა თუ ის საგამოძიებო მოქმედება. იყო სხვა რაიმე ესეთი ხელშემშლელი გარემოება ობიექტური და ამიტომ ვერ ჩატარდა თუ დაუშვათ სხვა გარემოება იყო ან ვერ მოხერხდა ან დაუშვათ საპროცესო ვადებში ვერ მოხდა ჩატევა მთლიანად საქმის გამოძიების და შემდეგ. ასე რომ მე ამ გამოძიებაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებით, საპროცესო ზედამხედველობასთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გაგცემთ ვერანაირ პასუხს რა. გიორგი დავითაშვილი ერთ საინტერესო გარემოებას უსვამს ხაზს. საგამოძიებო საქმიანობის ნაკლოვანებების მიუხედავად საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს უნდა მიეღო და თუ საქმე არასრულყოფილად იყო გამოძიებული, მოსამართლეს შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ფოტოსურათ ამოცნობის ოგზე ვერ ვიმსჯელებ და ვერ ვიტყვი რამდენად უნდა გაეზიარებინა ან არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, რამდენად იყო მტკიცებულება თუ არ იყო მტკიცებულება. საბოლოოდ ისევ და ისევ იმას ვიმეორებ, რომ ნებისმიერი განაჩენი სისხლისავარის საპროცესო კოდექსით ემყარება მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და ვიმეორებ იმას, რომ სასამართლოზე გამოკვლეული იქნა მტკიცებულებები და როგორც დაზარალებულმა ასევე მოწმეებმა დაადასტურეს მათ მიერ ამოცნობაში მონაწილეობაც და ამოცნობის დროს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე მითითების ფაქტი. ხელვაჩაურში 2008 წელს მომხდარ ყაჩაღობაში ნათია შალიკაშვილი და თენგო შალიკაშვილი დამნაშავეებად ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან თევზაძემ ცნო. ლევან თევზაძე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეა. ჩვენ მასთან ინტერვიუს ჩასაწერად ქუთაისში ჩავედით. სხვა გახმაურებული საქმეებიდან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ ლევან თევზაძეს შალიკაშვილების საქმე ზუსტად ახსოვდა და შეგვპირდა, რომ ინტერვიუს მოგცემდა. შალიკაშვილების საქმეზე მინდა რამდენიმე შეკითხვა მაქვს. დიდი სიამოვნებით მოგცეთ არა თქმა. მე შეგვიძლია გაგაცეთ. არა, კონკრეტულად რა შეკითხვები მოგცეთ, მაგალითად აი სამხილები რაღაც ურთიერთობების რეჩერი კარგად ცნობილია. ხოდაი მატერია ყველაფერი. ანუ თქვენ მაგ ფაქტებზე დაყრდნობის მიიღეთ გადაწყვეტილება, ანუ ძირითადად არის ერთი მოწვევა სამხილი. ამ მხოლოდ მაგ იმაზე ერთი დაზარალებული, ერთი მოწმე არის. აი მაგ დეტალებზე ხოდა ამიტომ გაუკავშირეთ მე დიდი სიამოვნებით მოგცეთ მაგაზე იმას პრობლემა არ აქვს. ბატონ ლევანს რამდენიმე წუთის შემდეგ დაუკავშირდით, თუმცა მან ჩვენ ზარს არ უპასუხა. ხოლო სასამართლოს მენეჯერმა განგვიცხადა, რომ ქუთაისის ოდიოზური მოსამართლე ჩვენთვის ინტერვიუს მოცემას აღარ აპირებდა. ბატონ ლევანმა ბოდიში მოგიხათ ინტერვიუს ვერ მოცემა. საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც სამართალდამცავებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ნათია და თენგო შალიკაშვილებს 11 წლითა და 4 თვით მიუსაჯეს პატიმრობა. ნათია შალიკაშვილი იმ დროისთვის უკვე დედა გახდა, რის გამოც სასჯელის აღსრულება 5 წლით გადაუვადეს. თენგო შალიკაშვილმა გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში და განაჩენის გამოტანის შემდგომ პატიმრობაში თითქმის 1 წელი გაატარა. მოგვიანებით მან ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და სასამართლოს შემდგომ ინსტანციაში საპროცესო გარიგება ითხოვა. მაგათ არ ქონდათ არავითარი მტკიცებულება. ამიტომ პროკურატურა უკვე იმდენი იყო მაგაზე ლაპარაკი,
თავზე აიღე დანაშაულიო და ერთ წელიწადში გაგანთავისუფლებდო. საერთოდ საპროცესო შეთანხმება რას ნიშნავს? თანამშრომლობა გამოძიებასთან. მე ძალიან დიდი სურვილიც რომ მქონოდა როგორ უნდა მეთანამშრომლა, სადაც არ ვიყავი. მაგრამ ესენი თანახმა იყვნენ, ოღონდ მე მეთქვა რომ მე ვიყავი და მე ვიყაჩაღე, ესენი თანახმა იყვნენ ერთ წელიწადში გამომიშოვდნენ საპრობილედან. ამიტომ ბევრი ისეთი შემთხვევა იყო, რომ მაგალითად ესეთი დაპირებები იყო. მსჯავრდებულს აწერიებდნენ საპროცესო შეთანხმებაზე ხელს, შემდეგ ეს საპროცესო შეთანხმება მიდიოდა პროკურატურაში და სასამართლოზე ატყობიებდნენ, რომ ბოლო წამს პროკურატურამ გადაიფიქრა. ამიტომ ეს რომ არ მომხდარიყო, მე ვთხოვე ადვოკატს, მოიყვანა პროკურორი საპრობილეში, ჯერენ პროკურორს მოაწერია ხელი, შემდეგ ადვოკატს ვთხოვე რომ მოეწერა ხელი და ბოლო ხელმოწერა იყო ჩემი. საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ცინცაძეების ოჯახის დაყაჩაღება შალიკაშვილების ტრაგედიად იქცა. გამოძიებას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, დაედასტურებინა ეჭმიტანილების ბრალეულობა. მიუხედავად იმისა, რომ გამომძიებელმა და პროკურორმა ვერ მოიპოვეს ვერც ერთი ნივთმტკიცება, რაც ეჭმიტანილების ბრალეულობას დაადასტურებდა, მოსამართლემ მაინც დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და დაძმა შალიკაშვილები დაზარალებულის და მოწმის საეჭვო ჩვენებების საფუძველზე ცნო დამნაშავეებად. და პროკურატურისა და მაშინდელი სასამართლოს ასე თქვა ჩეხმატკბილებული ურთიერთობის შედეგად დაიხურა სასამართლო პროცესი და გამოვიდა დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და ეს კიდევ ერთხელ ცალსახად მიუთითებს წინა ასე თქვა ხელისუფლების დროს პროკურატურის ასე თქვა რეპრესიულ მანქანას, რომელიც ორიენტირებული იყო იმაზე, რომ ადამიანი დაესაჯა და არა იმაზე, რომ მართლაც სამართლიანი სასამართლოს უფლება ყოფილიყო ასე თქვა დაცული პირის სასამართლოში საქმის განხილვის დროს. შალიკაშვილების საქმეში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი არის ის, რომ გამოძიებამ, პროკურატურამ და სასამართლომ არ გაითვალისწინა უმნიშვნელოვანესი გარემოება. ავტომობილი, რომლითაც გამოძიების მტკიცებით დამნაშავეები ხელვაჩაურის სოფელ გემურაულში იმყოფებოდნენ, ყაჩაღობის მომენტისთვის 60 კილომეტრის მოშორებით ოზურგეთში ვიდეოკამერამ დააფიქსირა. რატომღაც სასამართლომ როგორც ვთქვი, არც ის მტკიცებულება გაერთვალისწინა, როდესაც თენგო შალიკაშვილის ავტომანქანა ვიდეოკამერის მიერ დაფიქსირებული სწორედ იმ დროს იყო სულ სხვა ქალაქის ტერიტორიაზე მდგარი, მაშინ როდესაც დაზარალებული ამოსრა იგივე ჩემს ოჯახში, ჩემს სახლთან მახლობლად იყო გაჩერებული. თენგო შალიკაშვილი იხსენებს, რომ იმ დღეს საქართველოს ბანკის ბანკომატიდან თანხა სამჯერ გამოიტანა, რასაც ვიდეო ჩანაწერებიც ადასტურებს. ერთ-ერთი ტრანზაქციის დრო პრაქტიკულად წუთებში ემთხვევა ხელვაჩაურში მომხდარ ყაჩაღობას. იმ დღეს წავედი ოზურგეთში, ავიღე თანხა და წავედი ოზურგეთში, მაგრამ ესენი ამბობდნენ 6-ის ნახევარზე მოხდა ეს ყაჩაღობაო, შემდეგ 6-ის ნახევრამდე თუ 7 საათზე რაღაც დაფიქსირდა მე საქართველოს ბანკიდან, იმ დღეს მესამეჯერ მქონდა თანხა გამოტანილი ბანკომატიდან. ეს პირი რომ გახსნეს, ნახეს რაღაცა 6 წუთები თუ 6 საათზე ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე, მაგრამ შემდეგ ესენი მიმტკიცებდნენ, რომ ამ დროისთვის დიდი სისწრაფით შეგეძლო მისვლა საქართველოს ბანკთანო და გამოტანა თანხისო და შემდეგ წახვიდოდი წყლარად ოზურგეთში. გამომძიებელ ოლეგ მიქელაძეს ვკითხეთ, რომ თუ ხელვაჩაურში ყაჩაღობის მომენტში თენგო შალიკაშვილი ბათუმში იყო და ბანკომატიდან თანხა გამოჰქონდა, რატომ არ ჩაითვალა ეს მის ალიბად? ბატონმა ოლეგმა არ დაადასტურა ეს ინფორმაცია, თუმცა უფრო საინტერესო რამ ბრძანა. იმ დროს თენგო შალიკაშვილი ბათუმში კი არა, ოზურგეთში იმყოფებოდაო. ჯერ იყო რომ თავისი ალიბები უნდა დაემტკიცებინა, რომ თითქოს აი ამ დროს ის თანხას იღებდა ბანკომატიდან, ესეც იქნა გადამოწმებული ჩვენს მიერ, დავაკმაყოფილეთ მათი შუამდგომლობა, არანაირ იმ დროისათვის ბანკომატი იმ დროს საერთოდ ოზურგეთში ყოფილა და არანაირ ბანკომატთან ურთიერთობა არ ჰქონია. ხელვაჩაურიდან ოზურგეთამდე დაახლოებით 2 საათიანი გზაა. როგორ გაიარა ეს მონაკვეთი თენგო შალიკაშვილმა 15 წუთში, ამ ლოგიკურ კითხვაზე არც გამომძიებელ ოლეგ მიქელაძეს უფიქრია, არც პროკურორ გიორგი დავითაშვილს და არც მოსამართლე ლევან თევზაძეს. მათ ჰქონდათ პირდაპირი დირექტივა, რომელსაც უსიტყვო დასრულებდნენ. ყველა ციხეში